უცხო ქვეყნის სასარგებლო ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია ფინანსთა სამინისტროს მოქმედი მაღალჩინოსანი სუსმა პირველებს დაუდასტურა, რომ დღეს ხელბორკილები დაადეს ფინანსური პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოქმედ ხელმძღვანელს. ის აიყვანეს საკუთარი კაბინეტიდან, იქიდან სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა. დაკავებულია გიორგი უძილაური, რომელსაც ბრალის დადგენილება სუსის გამომძიებლებმა ადგილზევე გააცნეს. დღეს სუსის ბრიფინგიდან გავიგეთ, რომ უძილაური თვეების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, თუმცა მოგვიანებით უკვე ბრიფინგის შემდეგ სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უძილაური მუშაობდა ევროპული ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, თუმცა რომელი ქვეყნის ეს არ დადასტურებულა და დაკონკრეტებულა, მათ შორის არც საგამოძიებო უწყების მხრიდან. რაც შეეხება უშუალოდ გიორგი უძილაურს, ის ფინანსურ პოლიციაში წლების განმავლობაში მუშაობდა, იქამდე კი იყო ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრი, ქართულ ჯგუფში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა და წლების განმავლობაში ასევე აორგანიზებდა ბიძინა ივანიშვილის და ჟურნალისტების შეხვედრებს. ბოლო პერიოდში უძილაური აქტიურად ჩნდებოდა სხვადასხვა სამთავრობო მედიაში და პოზიციონირებდა როგორც ქართული ოცნების მხარდამჭერი. გიორგი უძილაურის კაბინეტი დალუქულია. ჩატარდა უკვე ჩხეკა, ამოიღეს ელექტრონული ტექნიკა, პოლიციით. აქედან არა იყვანეს ცოტა ხნის წინ უძილაური აქ იყო დაკავება? დაილუქა უკვე გიორგი უძილაურის კაბინეტი. დღეს დააკავეს და არ გინახავთ, ან აქედან არ წაუღიათ არაფერი ჩხეკის შემდეგ სუსის თანამშრომლებს? ბოლოს როდის ნახეთ უძილაურის სამსახურში? დაამოიღეს ხო არ იცით მისი კაბინეტიდან? ვინმე გადაიყვანეს თქვენი თანამშრომელი დაკითხვაზე არ იცით? ამიკითხეს თანამშრომლებით უძილაური რა იყვანეს? ახლა იცით დაილუქა უკვე მისი კაბინეტი? დღეს გაირკვა, რომ კონტრდაზვერვა გიორგი უძილაურს თვეების განმავლობაში უთვალთვალებდა, სხვადასხვა ფარული საგამოძიებო მოქმედება არის ჩატარებული და მოპოვებულია ძალიან ბევრი მტკიცებულება, როგორც დღეს სუსისგან გავიგეთ, რაც ადასტურებს იმას, რომ უძილაური მუშაობდა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და თანხის სანაცვლოდ აგროვებდა ისეთ კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომელსაც უკვე დაინტერესებულ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს, სპეცსამსახურის წარმომადგენლებს აწვდიდა. ორგანიზებოდა სხვადასხვა შეხვედრა სხვადასხვა ლოკაციაზე, ეს იყო კონფიდენციალური შეხვედრები, დაშიფრული ტექსტების მეშვეობით, მხარეები თანხმდებოდნენ, სად უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს და სწორედ ასეთ სულიდნენ გარკვეული ტიპის ინფორმაციას. დღეს ასევე სუსის ბრიფინგიდან გავიგეთ ისიც, რომ ამავე უცხო ქვეყნის დავალებით გიორგი უძილაური სხვადასხვა მედია პლატფორმას ქმნიდა და სხვადასხვა ტიპის აზრის ფორმირებაზე მუშაობდა. შეგვიძლია მოვისმინოთ სუსის განცხადება. ჯაშუშობისთვის, კერძოდ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე. ერთად სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების სასარგებლოდ სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებას და მათთვის გადაცემას. დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატიური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისთვის გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა კატეგორიის საიდუმლო მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებული იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებთან, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებულ ვითარებასთან, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ინფორმაციასა და ინფორმაციის გადაცემის დამკვეთებისათვის საინტერესო სხვა მონაცემებთან. დაკავებული პირი მუშაობდა საინფორმაციო პლატფორმების შექმნაზეც, რომელიც მიზანი იყო მედია სფეროს წარმომადგენლების მოზიდვა და აღნიშნული ქსელის გამოყენებით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დაინტერესების შესაბამისად სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვება. ფინანსთა სამინისტროს მოქმედ მაღალჩინოსანს, რომელსაც დღეს ხელბორკილები ჯაშუშობის ბრალდებით დაადეს, 12 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ჯერჯერობით უცნობია, როგორია მისი პოზიცია წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.